ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული აღინიშნება ბათუმში. კვირეულის ფარგლებში ბათუმის მერიისა და მერების შეთანხმების თბილისის რეგიონული ოფისის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ახალგაზრდებს ორგანიზატორები მერების შეთანხმების ევროპულ ინიციატივაზე ესაუბნენ, რომლის მიხედვითაც 2020 წლისათვის გარემოში მავნე ნივთიერებების გამოყოფა 22%-ით უნდა შემცირდეს. ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელება ბათუმს უკვე დაწყებული აქვს. გარემოში გამოყოფილი ემისიების შემცირებას, თვითმმართველობა, სატრანსპორტო, სამშენებლო, ურბანული განვითარების, ნარჩენების მართვის, გარე განათებისა და სხვა სექტორებში კონკრეტული ღონისძიებების გატარებით გეგმავს. მერების შეთანხმებას ბათუმი 2011 წელს შეუერთდა. ბათუმი გარემოში სითბური აირების შემცირებას გასული წლიდან საერთაშორისო ასოციაცია კლიმატის ალიანსში გაწევრიანების შემდეგაც ცდილობს. მერების შეთანხმების საფუძველზე გარემოში ემისიების შემცირებას ქვეყნის მასშტაბით 8 ქალაქი ცდილობს. მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, ესე იგი, ითვალისწინებს, თუ როგორ უნდა შემცირდეს 2020 წლამდე მინიმუმ 20%-ით სათბური აირების ემისია ქალაქის ტერიტორიაზე და გეგმაში გამოყოფილი არის შემდეგი პრიორიტეტული სფეროები, ეს არის შენობები, ტრანსპორტი, ჩამდინარე წყლები და მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასევე გარე განათება და ქალაქის გამწვანება. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, მაგალითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაახლოებით $1 მილიონ არის გამოყოფილი ბათუმში მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. გარდა ადგილობრივი ეკოლოგიური სიტუაციისა, შეიცვლება და წახალისდება ადგილობრივი ბიზნესები, რადგანაც ამ ტიპის ღონისძიებების განხორციელება როგორც წესი ეფუძნება ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენებას. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმმა გაითვალისწინოს ის პრაქტიკა, რომელიც საპორტო ქალაქებს ახასიათებს, რეიდზე მდგომი გემები, რომლებიც საკმაოდ დიდი დამაბინძურებლები არიან ატმოსფეროზე, იმიტომ რომ დიზელ გენერატორებით ხდება ელექტროენერგიის მომარაგება. განვითარებული საპორტო ქალაქები ზღუდავენ და ანაცვლებენ ალტერნატიული განახლებადი ენერგიით